მაშ ასე გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დედის შემდეგ შვილი დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე აქტიურ პოლიტიკაში ერთვება. ანზორ ბიწაძემ თავის საზოგადოებას 2011 წლის 26 მაისის აქციაში მონაწილეობით დაამახსოვრა ამ აქციის დაშლიდან მალევე ბიწაძე იმ აუდიო ჩანაწერის საფუძველზე დააკავეს, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავები განმარტავდნენ, რომ ბიწაძე დედასთან ერთად სამოქალაქო ომსა და სისხლის ზღვრას გეგმავდა. რატომ მოდის ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში? სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. ანზორ, მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. რა არის თქვენი მიზანი, თქვენი განაცხადი? რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა? პირველ რიგში სულ პატარა შესწორებას შევიტან, თუ შეიძლება არა 2011 წლიდან, არამედ პარტიის დაარსების დღიდან 2008 წლის 23 ნოემბრიდან. მისი საქმიანობის ყველა ეტაპში ვიღებდი ძალიან აქტიურ მონაწილეობას, მაგრამ გავიარე ყველა ის საფეხური, რომელიც უნდა გაიაროს ადამიანო, რომელიც ახალი გაწევრიანებული არის ორგანიზაციაში, როგორც შეეფერება მის ასაკს, გამოცდილებას. ახლა უბრალოდ დადგა ის დრო, როდესაც რა თქმა უნდა პარტიის აქტიურ მხარდაჭერებთან, აქტივისტებთან და მთავარი საბჭოს წევრებთან შეთანხმების შემდეგ ბუნებრივია მე ვარ ჩვენი პარტიის მთავარი საბჭოს წევრი და ბუნებრივია ეს მოითხოვს მეც საჯაროობას და შეუძლებელი იყო ასე ვთქვათ არ გამოჩენა ასე ვთქვათ ღია ასპარეზზე და არ გაცნობა საზოგადოებისთვის იმ გეგმებისა და იმ მოსაზრებების, რაც პარტიის მთავარ საბჭოს წევრს აქვს, პარტიისა, რომელიც აპირებს აქტიური იყოს პოლიტიკაში და სურს ხელისუფლებაში მოსვლა. თქვენი მთავარი სათქმელი რა იქნება, იმიტომ რომ ნინო ბურჯანაძე საკმაოდ დიდი, მდიდარი პოლიტიკური წარსული აქვს. მან თავისი სიტყვა თქვა და ამბობს პოლიტიკაში. ანუ ძალიან რთული იქნება, მესმის რომ ოჯახის წევრები ხართ, მაგრამ თქვენც უნდა შედგეთ ამ მოძრაობის ლიდერად, ხომ? აი როგორ გავუწევთ დედა თქვენს კონკურენციას, მარტივად გკითხავთ. იცით რა არის ახლა სივარძლე გითხრათ, ეგეთ ფორმულირებაზე არც არავის არ მიფიქრია და რაც შეეხება ორგანიზაციაში, ჩვენს პარტიაში ლიდერობას და აქტიურად საქმიანობას, იცით რა არის ადამიანმა სანამ ამას ვიტყვით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მე 10 წელი არის უკვე ამით დაკავებული ვარ და მართლა ასე ვთქვათ, ყველა საფეხური და ყველა გზა, რომელიც აქამდე მიდის, ეს გავლილი მაქვს ძალიან დიდი შრომის გარჯის და ასე ვთქვათ, თუმცა საჯაროდ იშვიათად ჩანდით, ხო? საჯაროდ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის დრო, იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ ადამიანმა უნდა გაიაროს ძალიან ბევრი ეტაპები, სანამ გახდება საჯარო პირი, ძალიან ბევრი ეტაპი უნდა გაიაროს, სანამ როგორც მბრძანედ გახდება ლიდერი და ძალიან დიდი გზა აქვს ადამიანს გასავლელი გარკვეულ, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ამბიციების ჩამოყალიბებამდე, ასე რომ ის ყველაფერი, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ნაადრევია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ დადგა დრო, როდესაც ნაბიჯი უკვე ამ მიმართულებით უნდა გადადგმულიყო. ჩვენთან საქართველოში და რა თქმა უნდა ვემზადებოდი კიდევაც ამისთვისაც ხაბუნებრივია, ამაში დასამალი არაფერი არ არის. ხშირად ახსენებენ ხოლმე პოლიტიკოსებს აუცილებლად წარსულს და დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გაგახსენებენ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს იმ მიზეზს, რის გამოც თქვენ სამართალდამცავებმა თუ არ ვცდები საავადმყოფოში კლინიკაში მოვიდნენ და დაგაკავეს და დაკავებული იყო ასევე ნინო ბურჯანაძის დაცვის ყველა წევრი. ანუ თქვენ ბრალად გედებოდათ შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხო? სახელმწიფოს დამხობის მცდელობა და წარმოდგენილი იყო როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება სატელეფონო საუბარი თქვენსა და ნინო ბურჯანაძის შორის. ბევრი წელი გავიდა, ხო დეტალები კარგად არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი ასე იყო, იმიტომ რომ იქ იყო. იცით, მან პირველ რიგში არის ესეთი, ასე ვთქვათ, უნდა ჩამოყალიბდეთ, რომ მე ბრალად კი არ მედებოდა. ანუ მე ბრალი არ მქონია წაყენებული, ბუნებრივია არ ვტკიცებულებად არ ყოფილა ეს არაფერი წარმოდგენილი, ეს ყველაფერი იყო საუბრის დონეზე, ეს ყველაფერი იყო გარკვეული სიუჟეტების დონეზე ტელევიზიებში,
ეს ყველაფერი იყო ოპონენტი პოლიტიკოსების მიერ განცხადებაზე და ასევე აბსოლუტურად არაავთენტური ჩანაწერის საფუძველზე, რომელზეც შეგახსენებთ, ახლა თქვენ მზადნეთ, რომ ბევრი დეტალები არ გახსოვთ, ბუნებრივია 9 წელი გავიდა უკვე ამის შემდეგ. მესამე დღეს ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ მაშინდელმა შინაგასაქმეთა მინისტრმა, რომელიც უწყებამაც ეს ჩანაწერი გამოაქვეყნა, გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი რეაქცია ამაზე იქნება არასერიოზული, იმიტომ რომ აქ სერიოზული არაფერი არ არის. დამეთანხმებით ახლა სახელმწიფო გადატრიალებასა და არასერიოზულობას შორის ძალიან დიდი სხვაობა არის. ასე რომ, რა ვიცი, მე რაღა დავამატო და რაც თავარი არის, შედეგი რა დადგა. არათუ გადატრიალება, არათუ დამხობა საერთოდ მოლოტოვის კოქტეილი ერთი ცალიც კი არსად ყოფილა მთელ რუსთაველის გამზირზე და ერთი მოლოტოვის კოქტეილი არ ყოფილა ნასროლი პოლიციელების წინააღმდეგ და რაზე არის საერთოდ საუბარი. ასე რომ მე ყოველთვის ვზად ვარ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუმცა ვფიქრობ, რომ თვითონ რომ და გარემოებებმა უკვე ნათლად დაგვანახა, რომ ეს არასერიოზულია და სიმართლე გითხრათ, ხშირად არც ვაპირებ ამაზე ყურადღების გამახვილებას, თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერ საჯარო პირის მოვალეობა არის, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც დაისმება, არის ეს ადეკვატური, არაადეკვატურიც რომ იყოს, შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ამის ყოველთვის ვზად ვიქნები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო აბსოლუტურად არასერიოზული, უცაბედი შოკის მოსახდენად გამიზნული პროვოკაცია, რაც სამ დღეშივე თავად ვეუარყვეს და დრომ და გარემოებებმა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახეს, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ასე რომ ამასთან მიმართებაში არანაირი სიმართლე გითხრათ დისკომფორტი არ მაქვს, იმიტომ რომ ოდესაც ადამიანი მართალი ხარ და თავის სამართლებელი არაფერი გაქვს, ყოველთვის ნათლად შეგიძლია ისაუბრო ამაზე და დაასაბუთო შენ პოლიცია. რადგან ანზორ ბიწაძეს, პოლიტიკოს ანზორ ბიწაძეს ვესაუბრე, მაშინ მივცემ ჩემს თავისუფლებას და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვათ. მე მახსოვს, მაშინ იყო საუბარი, ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისის აქციის დროს 2 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი სამართალდამცავი და საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს და საჭესთან თქვენ იჭეგით. საუბარი იყო ამის შესახებ აქციის დარბევიდან 2 საათის შემდეგ, გამოცხადდა, რომ თითქოს საჭესთან მევიჯექი. შემდეგ საუბედუროდ რამდენიმე ადამიანი ძალიან მძიმე მოპყრობის მსხვერპლი გახდა თვითონ პოლიციის შენობაში, რომ მათთვის ეიძულებინათ ეთქო რომელიმე მანქანაზე მევიჯექი, მაგრამ ეს საუბარი იმ დღესვე მიჩნდა, იმიტომ რომ ნათელი იყო, რომ არანაირ მანქანაზე არ მდარვარდა. კიდევ ერთი მე ერთს გეტყვით ახლა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. წელიწად ნახევარი იყო მაშინდელი ხელისუფლება 26 მაისს მე შემდეგ ისევ ქვეყნის მმართველი და მე-7 წელი წავიდა უკვე ახალი ხელისუფლება მართავს ქვეყანას. არც მაშინ გამოძიებულა ეს საკითხი და არც ახლა ხდება ამის გამოძიება. ჩვენ მაშინვე იცით რა, ერთი კვირაც არ იყო გასული, ჩვენ რო შევთავაზეთ გარდაცვლილის ოჯახს, რომ გვეთანამშრომლა და გამოგვეძიებია ერთად ეს უბედური შემთხვევა. რა თქმა უნდა, ვერავის მე ზოგიერთი ოპონენტისგან განსხვავებით ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას ისე, რომ არ ვიცოდე ზუსტად რა მოხდა, გამოძიებული არ იყოს ბოლოს და ბოლოს უდანაშაულობის პრეზუმპციას ჩვენ ვერ დავარღვევთ, მაგრამ ერთი რაღაცა შემიძლია აბსოლუტურად პასუხისმგებლობით გამოცხადო, რომ ცხონებული პოლიციელი იქ არ გადაცვლილა საერთოდ. სად გარდაიცვალა? ვერ გეტყვით. ეს არის გამოძიების საკითხი და ამისთვის დამოუკიდებელი გამოძიება არ გიწარმოებიათ ინფორმაციის მოკლა. ამოგვეცა საშუალება არ იყო წვდომა სათვალთვალო კამერებზე, რომლებიც დამონტაჟებულია თავისუფლების მოედანზე, რუსთაველზე, არ იყო წვდომა საარქივო მასალასთან, მაშინ ჩვენ სამწუხაროდ არ გქონდა ეკძალა და მდგომარეობა, რომ ასეთ მასალებთან გქონდა წვდომა, ამიტომ ამ შემთხვევაში ციცით რა არის, როდესაც ადამიანის გარდაცვალებას ეხება საკითხი, მე ნამდვილად ვერ შევძლებდი პირადად, ასე მესაუბრა, რომ არ ვიცოდე, რომ იქ არანაირი დანაშაული აქციის არც ერთის მონაწილის არ არის. 26 მაისი, 7 ნოემბერი იყო მაგალითები იმისა, როგორც ოპოზიცია ამბობს, თუ როგორ უსწორდებოდა წინა ხელისუფლება თავის ოპონენტებს. თქვენ ახლა აქტიურ პოლიტიკაში მოდიხართ ამ ხელისუფლების პირობებში. რისთვის ხართ მზად? ცით რა არის, თუ რამე ჩანს ჩვენი პარტიის აწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე, ნათელი ალბათ ამას ოპონენტების დაეთანხმებიან, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც საქართველოს და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს დასჭირდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი თავის პირადი კომფორტი, ჩვენი საკუთარი, ასე ვთქვათ,
ცხოვრება რისკის ქვეშ დავაყენოთ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არც 7 ნოემბერი განმეორდება, არც 26 მაისი განმეორდება და საერთოდ იცით რა არის, ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის, ყოველთვის ვიძახით ხოლმე, რომ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ, მაგრამ აღარც ისეთი ახალგაზრდა სახელმწიფო არ ვართ, რომ კიდევ ასეთ წრეზე ვიტრიალოთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ ჩვენ ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში ხელისუფლებაზე ისეთ ზეწოლას, რომ ასეთი დღეები აღარ განმეორდეს. რადგან საუბრობთ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და პოლიტიკოსს ვესაუბრები, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება 2 დღის წინ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სად იყო დაშვებული შეცდომა, როგორ ფიქრობთ, ნაკლები კომუნიკაცია საზოგადოებასთან ან კონკრეტულ პრობლემასთან გულისხმობ საკითხთან, უბრალოდ ჰესთან დაკავშირებით, ცოტა კიდევ უფრო ადრე ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ პანკისი არის სენსიტიური ზონა და იქ მოსახლეობასთან სხვანაირი ურთიერთობებია საჭირო. თქვენ როგორ ხედავთ, სად იყო, სად გაუშვა მომენტი ხელისუფლებამ? სამწუხაროდ მთელი კრებული იყო შეცდომების დაშვებული. და ყველაზე სამწუხარო არის ერთი მომენტი, ქალბატონო ემა. იმას, რასაც ჩვენ გუშინ წინ უყურებდით პირდაპირ ეთერში, ამას უყურებდნენ ცხინვალში და ამას უყურებდნენ სოხუმში, ამას უყურებდნენ აფხაზები და ამას უყურებდნენ ოსები. და ეს ყველაფერი რომც არ გამოიყენო ჩვენს საწინააღმდეგო, ძალიან ცუდად მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, ძალიან ცუდად მეტყველებს ჩვენი სახელმწიფოს შესახებ. გუშინ წინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, უბრალოდ არ შემეძლო თქვენთვის არ მენახებია ეს მასალები, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება. შეხედეთ, ეს არის BBC, რომელიც გუშინვე ორშაბათს დილითვე აქვეყნებს სიუჟეტს და აქვეყნებს ასევე საკმაოდ ვრცელ სტატიას ძალადობის შემადგენელი, ასე ვთქვათ, დაპირისპირება პანკისის ხეობაში. ეს გახლავთ უკვე როიტერის ფოტომასალა, რომელზეც შემდეგ დაეყნო რამოდენიმე რუსული გაზეთი და რომელიც ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურად გავრცელდა და გაზიარდა სოციალურ ქსელებში, რუსულენოვან სოციალურ ქსელებში, სადაც ძალიან ბევრი იცით, რომ ჩრდილოკავკასიელი მომხმარებელია და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები ძირითადად ამ ენაზე აქტიურობენ სოციალურ ქსელებში. ეს ყველაფერი ხომ თელმა მსოფლიომ ნახა. მეტის გარწმუნებთ, რომ გარანტირებულად მოხდება ეს გუშინწინდელი შემთხვევა არა მხოლოდ ამ სოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრის ქვეშ, არამედ გარანტირებულად აისახება სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშიც. ამაზე საუბარი დანამდვილებით შეიძლება. ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი ზარალი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ახლა რადგან და გაგვიმართლა და ყველაფერი მეტნაკლებად ჯერჯერობით მშვიდობიანად დამთავრდა და იმედიას გაგრძელდება შეიძლება ამ საფრთხეს ბევრი ვერ გძნობდეს ან არ უნდოდეს რომ სიმართლის თვალებში ჩახედოს, მაგრამ ეს ყველაფერი ამხელა ინტერესი საქართველოში მომხდარი მოვლენის მიმართ გუშინ წინ მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციების საშუალებებიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და რაც შეეხება კონკრეტულად დაშვებულ შეცდომას, უბრალოდ მე არ მახსენდება და არ ამგონია ვინმეს გაახსენდეს, როდის იყო რომელიმე ბიზნესმენი სადმე თავისი ობიექტის მშენებლობას 35 პოლიციელის თანდასწრებით ისყებდეს. რა ხდება სამხედრო ბაზას თუ ვაშენებთ, კი ბატონო, ეს სპეციალური ობიექტია და ამას ყოველთვის აკონტროლებს ძალობადი სტრუქტურა დაწყებიდან დამთავრებამდე, მაგრამ რა ხდება, შენდება კერძო კომპანიის მიერ, ასე ვთქვათ, ჰესი და ვიღებთ იმას, რომ შეიარაღებული ხალხი ამას იცავს. რომელი მშენებლობა იწყება? ბოლო შეკითხვა მექნება თქვენთან. პარტიების პოლიტიკური აქტივობა ახლა იამშუალედური არჩევნებისკენ არის მიმართული. რას აპირებს დემოკრატიული მოძრაობა და ხომ არ ემთხვევა თქვენი, ასე ვთქვათ, გამოჩენად საჯარო სივრცეში რაღაცნაირად სწორედ ამ არჩევნებს? არა, შუალედურ არჩევნებთან არანაირი კავშირი ამას არ აქვს. დემოკრატიული მოძრაობა არ იღებს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ კატეგორიულად მივიღებათ მიგვაჩნია არსებული საარჩევნო სისტემა. ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის მოკლევადიანი, ჩვენ ცოტა ხანში წარმოგიდგენთ ჩვენი პარტიის ყრილობას და ასე ვთქვათ, გეგმებს ჩვენი ორგანიზაციისა, მუშაობთ ასევე ძალიან აქტიურად საარჩევნო პროგრამაზე უკვე, მაგრამ რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ახლა, რომ
მოხდეს საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა, მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მოხდეს საარჩევნო კოდექსის სრულყოფა. ეს არის ჩვენი პარტიის უმთავრესი ამოცანა ეხლა და არა შუალედური არჩევნები, რადგან თვლით, რომ წეხან საუბრობდით 26 მაისზე, 7 ნოემბერზე, კიდევ გუშინ ცივილ კრიზისზე, თვლით, რომ თუ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღარ ვართ ისეთი ახალგაზრდა სახელმწიფო, რომ საბოლოოს და ბოლოს არ ვიქონიოთ ნორმალური და სრულყოფილი საარჩევნო კოდექსი, თუ არ მოხდება სრულყოფა საარჩევნო სისტემის, ყოველთვის რისკის ქვეშ ვიქნებით, რომ ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებზეც ახლა გადაცემის დასაწყისში კეთილი. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ანზორ ბიწაძე, დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მასვე მშვიდობებით.